აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც თქვენი ბედი, თქვენი მომავალი, აბსოლუტურად ყველაფერი დამოკიდებულია მიწის პატარა ნაკვეთზე, რომელიც დაბადებიდან გერგოთ. ასეთი იყო ევროპა. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ სულ რაღაც 2 საუკუნეში ეს თითქოს და სამუდამოდ გაყინული სამყარო თავდაყირად დგება. აი სწორედ ამ დრამატულ ცვლილებებზე 12-14 საუკუნეების ნამდვილ რევოლუციაზე ვისაუბრებთ დღეს. და მთავარი კითხვაც ესაა, როგორ მოხდა ეს ტრანსფორმაცია? როგორ გადაიქცა ეს ფეოდალური, მიწაზე მიჯაჭული ევროპა იმ დინამიკურ, ცოცხალ ძალად, რომელმაც მერე მთელი მსოფლიო შეცვალა? აი ესაა მთავარი გამოცანა. და მოდით დღეს ერთად ვცადოთ ამის ამოხსნა. იცით, ამ უზარმაზარი პოლიტიკული ცვლილებების ფესვები ცოტა უცნაურია, მაგრამ სინამდვილეში ეკონომიკაში იმალება. ყველაფერი დაიწყო არა მეფის ბრჭყვიალა სასახლეებში, არამედ ქალაქის ხმაურიან ბაზრებსა და ახლაც წამოჭიმულ სახელოსნოებში. კარგი, და კონკრეტულად რა შეიცვალა ასე რადიკალურად? ანუ, როგორ დაიწყეს ადამიანებმა ცხოვრება და რაც მთავარია, ფულის შოვნა სრულიად ახლებურად. აი, ეს არის პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები ამ თავსატეხში. აი, უბრალოდ შეხედეთ ამ განსხვავებას. ერთ მხარეს გვაქვს რაღაცნაირად წყნარი, სტატიკური სამყარო, სადაც ყველაფერი მიწის გარშემო ტრიალებს. პროგნოზირებადია ყველაფერი. მეორე მხარეს კი ბუმ. ხმაურიანი ენერგიით სავსე ქალაქები, ვაჭრობა, ფულის ბრუნვა. ეს ხომ ხვდებით, უბრალოდ ცვლილება კი არ არის, ეს ფაქტობრივად ერთი სამყაროს დასასრულია და სრულიად ახლის დაბადება. და აი ზუსტად აქ იწყება ყველაზე საინტერესო. იმიტომ რომ ახალი ფული ნიშნავდა ახალ ძალაუფლებას. იმ ვაჭრებს, ხელოსნებს, ვინც ეს სიმდიდრე საკუთარი ხელით, საკუთარი ჭკუით დააგროვა, მათ უბრალოდ აღარ უნდოდათ რომ ჩუმად ყოფილიყვნენ. მათ დაიწყეს ხმის ამოღება, კითხვების დასმა და, რა თქმა უნდა, თავიანთი უფლებების მოთხოვნა. და რა ხდება, როცა ახალი, ამბიციური ძალა ეჯახება ძველ, აბსოლუტურ ძალაუფლებას? რა თქმა უნდა, კონფლიქტი გარდაუვალია. სწორედ ეს შეჯახება გახდა ის ნაპერწკალი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა არა მხოლოდ მეფეების, არამედ მთელი სამეფოების ბედი. აქ კი მართლა წარმოუდგენელი კითხვა ჩნდება, რა? როგორ ბედავს ვინმე, რომ შეეწინააღმდეგოს მეფეს? მეფეს, რომლის ძალაუფლებაც, როგორც მაშინ ყველას სჯეროდა, პირდაპირ ღვთისგან იყო ბოძებული. როგორ დაიწყო ამ ერთი შეხედვით ურყვევი, ტიტანური ძალაუფლების რღვევა? ცხადია, ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა. ეს უფრო გრძელ სტრატეგიულ ჭადრაკის პარტიას გავდა. პირველი სვლა. ახალი, გამდიდრებული ფენა თავის მოთხოვნებს აყენებს. მეორე სვლა. მეფეებს, რომლებსაც ომისთვის სასწრაფოდ ჭირდებათ ფული, სხვა გზა არ აქვთ. დათმობებზე მიდიან. და ბოლო გადამწყვეტი სვლა. ეს ზეპირი დაპირებები უკვე ოფიციალურ დოკუმენტებად, კანონებად იქცევა. კანონებად, რომელთა იგნორირებაც უკვე მეფესაც კი აღარ შეეძლო. და აი ის იდეა, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. მეფე ექვემდებარება კანონს. ერთი წამით დაფიქრდით ამ ფრაზაზე. იმ ეპოქისთვის ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, რევოლუციური, ტვინის ამფეთქებელი აზრი. ეს იყო ის ფუნდამენტი, ის საძირკველი, რომელზეც მოგვიანებით მთელი თანამედროვე მართლობა აშენდა. კარგი, გასაგებია, მეფე კანონს უნდა დაემორჩილოს, მაგრამ ვინ გააკონტროლებს ამას? ვინ აიძულებს მეფეს, რომ მართლა დაიცვას ეს კანონი? აი ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე პასუხად ევროპამ შექმნა რაღაც სრულიად ახალი და იმ დროისთვის აბსოლუტურად რევოლუციური. და ნახეთ, რა დრამატულად იცვლება სურათი. თუ კი ადრე მეფე ერთპიროვნულად წყვეტდა ყველაფერს, კანონებსაც წერდა, გადასახადებსაც აწესებდა და პრინციპში პასუხს მხოლოდ ღმერთის წინაშე აგებდა, ახლა ამ ყველაფრისთვის მას უკვე სჭირდება და სხვების თანხმობა. ანუ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელიდან ნელ-ნელა გადადის ხალხის წარმომადგენლების ხელში. ეს უდიდესი ძვრაა. და აი ამ ახალ რევოლუციური ინსტიტუტს ეწოდა პარლამენტი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იყო უბრალოდ შენობა. არა, ეს იყო იდეა, ახალი ფორუმი, სადაც სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, თავადები, სასულიერო პირები და რაც მთავარია, ქალაქების წარმომადგენლებიც კი ერთად მსჯელობდნენ, კამათობდნენ და საბოლოო ჯამში აბალანსებდნენ მეფის აბსოლუტურ ძალაუფლებას. მოკლედ, შევაჯამოთ. დავიწყეთ ეკონომიკური რევოლუციით, ამან მიგვიყვანა მეფის ძალაუფლების შეზღუდვამდე და ბოლოს მივედით პარლამენტის შექმნამდე. კარგი, და რა მივიღეთ ამ ყველაფრის შედეგად? როგორი გახდა ევროპა ამ ქარიშხლიანი, გარდამტეხი საუკუნეების შემდეგ? აი,
ეს არის მთავარი, რაც უნდა დაგვამახსოვრდეს. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაწყული. ეკონომიკაში დაწყებულმა ცვლილებებმა გამოიწვია გიგანტური პოლიტიკური ძვრები. ამ ძვრების შედეგად კი დაიბადა ის ფუნდამენტური იდეები, რომლებზეც დღესაც ვდგავართ. იდეა, რომ მმართველის ძალაუფლება არ არის უსაზღვრო და იდეა, რომ ხალხს უნდა ყავდეს თავისი წარმომადგენლები მმართველობაში. ეს ფაქტობრივად ჩვენი დღევანდელი სამყაროს საძირკველია. ასე რომ იცით, შემდეგში როცა არჩევნებზე მიხვალთ, ან უბრალოდ მეგობრებთან ისაუბრებთ კანონის უზენაესობაზე, გაიხსენეთ, რომ ამ იდეების ფესვები ძალიან შორს, საუკუნეების წინ, შუა საუკუნეების ევროპის მტრიან ბაზრებსა და სამეფო კარის ინტრიგებშია. სწორედ იმ ცვლილებებმა ჩაუყარა საფუძველი იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. და საბოლოო კითხვაც ალბათ ეს არის: როგორ ვიყენებთ და როგორ ვაგრძელებთ ჩვენ დღეს ამ უდიდეს მემკვიდრეობას?